მე ვარ ანდრია სიმონიშვილი 10 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში და ფილმების ყურება. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. ჯერ არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ეს ამბავი უკვე სახლშიცაა გადაწყვეტილი. ახლა სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ხან ვთამაშობ თავდასხმაში, ხან ვარ მეკარე. ისე უფრო კომფორტულად თავს გრძნობ შეტევაში. ჩემი საუკეთესო თვისებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ქრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია პორტუგალიის ნაკრები. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 7 ნომრით. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 1800 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ცენტრში ვიდექი მარცხენა კუთხიდან და რო დავარტყე ცხრიანში შევაგდე. მეკარე გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყე, რომ ვერ აიღო. 7 წელს რო გავხდი, მაშინ გადავწყვეტე, რომ გამختارიყავი ფეხბურთელი. 4 წლამდე მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. 4-დან 6 წლამდე პოლიციელი. მე ვაპირებ, რომ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა რომ პატრიოტად ვიცხოვრო და კარგად ვიმუშაო. დიდი ალბათობით გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ავტომობილები. მე მგონია, რომ 20 წლის რო გავხდები, ვიყიდი შავი ფერის BMW M5-ს. ისე მოწონს ეს მანქანა, რომ ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ეს ალბათ მოხდება 21 წლის ასაკში. მეყოლება ორი შვილი, გიო და ლუკა. თუ გოგოშვილი მეყოლება, დავარქმევ ლიზას. ჩემ ცოლს დავარქმევ მარია. მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ გვასწავლიან ძალიან კარგ რაღაცებს, გვეხმარება ტვინის აზროვნებაში და კითხვაში. კიდევ იმიტომ მეყვარს, რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკო ფაცური. ყველაზე ჭკვიანი არის ლოლიტა მაჭარაშვილი. ყველაზე მშვიდი არის გიო ჩაგანა. ყველაზე ელქია მარიამ ტარაღუაშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია სოფო ცეცხლაძე, იმიტომ რომ გაკვეთილებს კარგად ხსნის, მხიარულია და კეთილი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ სრულწლოვანი, მინდა რომ ვიქნები და მოუკიდებელი და სადაც მინდა იქცევ. ბევრი ფული რომ მქონდეს, გავხსნით ჩემ საკუთარ ბიზნესებს და დავეხმარებოდი უსახლკარო ადამიანებს და კატებს და ძაღლებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი ძალიან კარგ ვილას და დედაჩემს ვიყიდი ძალიან ძვირადღირებულ მანქანას. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, კეთილის არის და ძალიან ეხმარება შვილებს. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და ჭკვიანი. ჩემი ძმა არის 10 თვის და ქვია დანიელი. ის არის მჭამელი, მგრძნობიარე და ემოციური. ჩემი აზრით დანიელი რო გაიზრდება, ჩემთან ერთად ივლის ფეხბურთზე და გამოვა ფეხბურთელი. მე კიდე მყავს ბებია და ბაბუა. ბაბუა ჩემი არის საზღვარგარეთ და ბებია ჩემი სახლში. ბები არის კარგი დიასახლისი და კარგად გამოდის საჭმელების გაკეთება. ძალიან მიყვარს ბებია ჩემის გაკეთებული ბორში და დედა ჩემის რაღაცნაირ კერძებს აკეთებს, რა უცხოურ კერძებს და იგი მიყვარს. მაგალითად ჩინური ბორში. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ნიეზალოზის შემილია შევჭამო 19 ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 11. მომწონს ფილმების და სერიალების ყურება. ჩემი საყვარელი სერიალია მეძებრები. ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი კორეაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სკუტერი. ბედნიერება არის გოლს რო გავიტან და დედას რომ მიუძღვნი და კიდევ დედასთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.